გამარჯობა, ეს დიდი ვეზირის მორიგი ეპიზოდია, მე შოთათ ხელიძე ვარ. დასაწყისისთვის მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ არხი და მოიგზავნოთ ვიდეო. ხოლო რაც შეეხება დღევანდელ ეპიზოდს, მე შევეხები ორ ძირითად საკითხს, რომელიც ყველაზე კრიტიკულია საერთაშორისო ურთიერთობებში ამ ეტაპზე. ეს არის სამშვიდობო მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის უკრაინის საკითხზე, ხოლო მეორე თემა იქნება ირანის შესახებ ესეთ დაწყებული მზარდი ვერბალური ესკალაცია. ესეთი აგრესიული რიტორიკის შემოტანა დონალდ ტრამპის მხრიდან, რომელიც გარკვეულ კითხვებს აჩენს. პირველ რა თქმა უნდა დავიწყებ უკრაინის საკითხით და შევაფასებ განვლილ თვენახევარ ორ თვეს თუ რა პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის. ჩვენ თუ დავაკვირდებით ვაშინგტონის ქმედებებს, დაახლოებით მათ აირჩიეს დისკურსული პოლიტიკის წარმოება, რომელიც გულისხმობს ასეთ რამეს. ისინი ბოლო თვენახევრის განმავლობაში მკაფიოდ აფიქსირებენ ისეთ პოზიციებს და არგუმენტებს, რომლებიც აწუხებს და აწყობს ამ შემთხვევაში მოსკოვს. ანუ ისინი იმეორებენ მოსკოვის პოზიციებს. მაგრამ ამ დისკურსული პოლიტიკას არ მოძებს პრაქტიკული ნაბიჯები, ხო? მაგალითად, ჩვენ ვნახეთ, რომ ესეთი მარკო რუბიოს განცხადება, რომ ეს სამყარო უკვე აღარ არის უნიპოლარული და მულტიპოლარულ სამყაროში ვართ. ჩვენ ვნახეთ არაერთი ესეთი მაღალი თანამდებობის პირის განცხადება, რომ ჩვენ გვესმის რუსული წუხილები, რომ ნატოს გაფართოება იყო მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ დაიწყო უკრაინის კონფლიქტი, რომ ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ევროპული მხარის კრიტიკა ამ მიმართულებით. მოკლედ ის პოზიციები, რაც ამ შემთხვევაში ფიქსირდებოდა რუსეთის მხრიდან წლების განმავლობაში. მაგრამ რა თქმა უნდა, ამას პრაქტიკული ნაბიჯები არ მოჰყოლია, მაგალითად, აბსოლუტურად არაფერი არ გადადგმულა იმისათვის, რომ მაგალითად შეერთებულ შტატებს ეჩვენებინა რუსული მხარისთვის, რომ ის მზადაა დეესკალაციისთვის და ამ კონფლიქტის დასრულებისთვის. ჩვენ ვნახეთ მხოლოდ რამდენიმე დღიანი ესეთი იარაღის მიწოდების შეწყვეტა უკრაინის მიმართ, რომელიც რეალურად შეწყდა თუ არა, ესეც გაურკვეველია და იყო ასე ვთქვათ სადაზვერვო ინფორმაციის შეწყვეტის ცდილობაც, რომელიც შეწყდა თუ არა, ესეც გაურკვეველია. თვითონ კონფლიქტის პროცესი, უშუალო კონფლიქტის პროცესი მიმდინარეობს ისე, როგორც მიმდინარეობს, რაც ესეთი გარკვეულ ასე ვთქვათ სკეპსის აჩენს ამ შემთხვევაში მოსკოვისთვის, თუ აქვს თუ არა შეერთებულ შტატებს რეალურად იმის სურვილი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა, რასაც ის ვერბალურად ახდენს. რეალურად ასე ვთქვათ, რომ შევაფასოთ მოკლედ, შეერთებულ შტატები შეეცადა ესეთი დისკურსულ ხაფანგში მოექცია ამ შემთხვევაში მოსკოვი და დაეთანხმებინა აი მერჯერად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე, რომელზეც იყო საუბარი, რადგან შეიძლება ეს სურდა დონალდ ტრამპს საკუთარი გამარჯვების საჩვენებლად და შიდა მოხმარების და არა მარტო შიდა მოხმარებისთვის. მაგრამ ეს მსგავსი ესე ვთქვათ დისკურსული პოლიტიკა კარგად იქნა ასე ვთქვათ მოსკოვის მხრიდან წაკითხული და მათ საპირისპირო პოლიტიკა აწარმოეს შეერთებული შტატების მიმართ და ჩვენ შეიძლება ამას დავარქვათ, ეს არ არის ჩემი მოფიქრებული ტერმინი, ერთ ბრიტანელმა დიპლომატმა ალისტერ კრუკმა ახსენა, ეს არის სტრატეგიული პროკრასტინაცია. ანუ ამ შემთხვევაში მოსკოვი მაქსიმალურად წელავს ამ კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესს, იმიტომ რომ ამჟამად სიტუაცია არ არის ისეთი, არ არის სიტუაცია ისე მომწიფებული, რომ ომი ამ სტატუს კვოთი დამთავრდეს რუსეთისთვის. ამიტომ მას არ სურს ამ ეტაპზე ამ კონფლიქტის ამ ფორმით დასრულება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ხედავს, რომ არანაირი ესეთი პრაქტიკული ნაბიჯები შეერთებულ შტატების მხრიდან არ იდგმება, ხო? და ამასთანავე ხედავს, რომ ევროპული მხარე არ გადის ამ კონფლიქტიდან, პირიქით ის საკუთარ წნეხს, საკუთარ პოზიციებს უფრო აძლიერებს და ესეთი დიდი ხელახალი შეიარაღების ესეთი მასშტაბური გეგმაც კი ჩადის. ამიტომ ამ ეტაპისთვის რუსული მხარისთვის მიუღებელია ამ სტატუს კვოთი ომის დასრულება. შესაბამისად, დონალდ ტრამპი არის გარკვეულ პოლიტიკურ ჩიხში, იმ გაგებით, რომ როგორც ხედავთ, ის ასე მარტივად ვერ ასრულებს ამ ომს და
ამ კონფლიქტიდან ვერ გადის შეერთებული შტატები, ხოლო ამ კონფლიქტში ხელი ჩართულობა და შეერთებული შტატების გააქტიურება ესეც ამ შემთხვევაში დონალდ ტრამპის მიერ რამდენიმე მიმართულებით იქნება ესეთი სტრატეგიული შეცდომა. პირველი ის, რომ თავისი სამშვიდობო პლატფორმით მოსულ პრეზიდენტის დაპირება, რომელიც იყო ესეთი ვთქვათ გლობალური საფრთხის მოხსნა მსოფლიოსთვის, ეს პირიქით უფრო შეიცვლება და უფრო კრიტიკული გახდება. მეორე ის, რომ ამ შემთხვევაში მთელი რესურსები და ყურადღება ტრამპის ადმინისტრაციის ისევ დარჩება ევროპული მიმართულებით და არა მაგალითად იგივე ახლო აღმოსავლური ან სამხრეთ აღმოსავლურ აზიურ სცენაზე ყურადღების გადატანით და მესამე იმით, რომ აშშ-ის ჩართულობა უკრაინის კონფლიქტში იმ ევროპულ ელიტებს გაამყარებს და იმ ასე ვთქვათ იმ პოლიტიკურ establishments კიდევ უფრო გაამყარებს, რომელიც წლების განმავლობაში დონალდ ტრამპს ებრძოდა როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპის მასშტაბით. თვითონ რუსეთის მხრიდან ამ სტრატეგიული პროკრასტინაციის მთავარი მიზანი არის ის, რომ უკრაინის კონფლიქტიდან გაიყვანოს შეერთებული შტატები. ანუ შეერთებულ შტატებს აფიქრებინოს ის, რომ მისი ჩართულობა აი ამ კონფლიქტში არის უშედეგო და მისთვის უკეთესია თუ ის ამ კონფლიქტს დატოვებს და შემდგომ უკვე რუსული მხარე მარტივად გადაწყვეტს საკუთარ ამ შემთხვევაში მიზნებს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას გაცხადებული აქვს ის, რომ უკრაინის კონფლიქტი ეს არ არის მათი პრიორიტეტი და შესაბამისად გაცხადებული აქვს იმის სურვილი, რომ შეერთებულმა შტატებმა დროულად მოაგვაროს ეს საკითხი და დროულად დატოვოს ევროპული სცენა, რადგან მისთვის პრიორიტეტები უფრო სხვა მიმართულებებია, ეს იქნება სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის მიმართულება ჩინეთის წინააღმდეგ და ეხლა ბოლო დღეებში გამძაფრებული ახლო აღმოსავლური პოლიტიკა ირანის წინააღმდეგ და შესაბამისად ჩვენას მივყვებით ამ ლოგიკას აღმოჩნდება, რომ უკრაინის კონფლიქტი რჩება ევროპელებს. თუმცა ევროპასთან მიმართებაში არსებობს ძალიან დიდი კითხვები, თუ რამდენად შეძლებს შეერთებული შტატების გარეშე, როგორც პოლიტიკურ სამხედრო გამაერთიანებელი ფაქტორის გარეშე, ერთიანად აი უკრაინის პოლიტიკის წარმოებას. ამის შესახებ საკმაოდ საინტერესო ესეთი დაკვირვება შემოგთავაზა ცნობილმა პოლიტიკის მეცნიერმა ჯონ მერშეიმერმა, რომელსაც უსმინოთ ერთად, საკმაოდ საინტერესოა ის. Well, let me just say that I'm uncomfortable talking about Europe like it's a single country. Europe is a collection of countries, and one of the principal reasons that European elites have been able to agree so much in the past, and one of the reasons that people are able to talk about Europe like it's a unified country, is because the United States has been present in Europe, and it has kept the peace. I refer to it, and others do, as the American pacifier. And that mainly comes in the form of NATO. But what's happening... No, მერშეიმერი აქ იძახსაც სამ შემთხვევაში წეგან მე ვთქვი, როდესაც ჩვენ პოლიტიკურ ერთეულად მოიხსენიებთ ევროპას, ეს ამ შემთხვევაში ამას განაპირობებდა ის, რომ შეერთებული შტატები იყო ევროპის გამაერთიანებელი ფაქტორი, რადგან ის უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას და შიდა ევროპულ დაპირისპირებების დაწყნარებას. ეს pacifier, ანუ დამწყნარებელი ფაქტორი იყო შეერთებული შტატები ევროპისთვის. Happening now is that Trump has made it clear that he has contempt for the Europeans, he has little use for NATO, and he at least wants to greatly reduce the American presence in Europe, if not eliminate it. I'm not saying that will happen, but there's no question that the United States presence in Europe is going to decrease, and Trump is going to turn more responsibility for running Europe over to the Europeans. And what you're going to see happen here is that the Europeans are going to fight with each other. No, akats ახსენებს მერშეიმერი, რომ NATO არ არის დონალდ ტრამპის პრიორიტეტი და ამერიკული ყურადღება ევროპის მიმართ თანათანობით შემცირდება და მთელი ასე თქვათ პასუხისგებლობა ევროპული სცენის მართვის გადავა თავად ევროპელებს. You're going to see that separate countries have separate interests, and they no longer have the United States to solve the collective action problems.
So I think that Europe, these European countries, are not going to be much of a problem for the Russians moving forward. There'll be something of a problem, but the fact that they will not be able to coordinate like they have in the past will greatly reduce their effectiveness at causing trouble for Russia. And furthermore, I think, to get to the specifics of your question, I think NATO is in real trouble. And whether it disappears or not, it will never be. აქ იმეორებს მე შეიმერი აგზელებს საკუთარ მოსაზრებას თუ არის არსებობს შეერთებული შტატების ეს გამაერთიანებელი და დამწყნარებლის ფაქტორი მაშინ თვითონ ევროკავშირში თვითონ ევროპულ სივრცეში დაიწყება შიდა ინტერესთა კონფლიქტები იმიტომ რომ აი ამ ინტერესთა კონფლიქტებს შეერთებული შტატები ახშობდა და რეალურად ამბობს რომ ნაცვლად იმისა რომ ევროპამ ესეთი გაერთიანებული საფრთხე შეუქმნას რუსეთს პირიქით ევროპული საფრთხე კიდევ უფრო შესუსტდება რუსებისთვის იმიტომ რომ ეს ევროპისთვის თავარი გამოწვევა იქნება შიდა დაპირისპირებები მომავალში. I just say very quickly no, the exact opposite. You're going to have huge collective action problems, right? And the United States solved those collective action problems in large part. And the second point I would make, and I would be curious to know what Sergei thinks about this. I do not think Russia is a serious. No, akats იგივე არგუმენტს იძახის, რომ შეერთებული შტატების გარეშე ევროპას შეექმნება კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღების კრიზისი, იმიტომ რომ რაც უფრო დრო გავა, მით უფრო გართულდება საერთო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ევროპისთვის. Serious threat to overrun all of Ukraine, much less overrun all of Europe. And I think most Europeans, at least most people in the public, understand that Russia is not a great threat. So you don't have an external threat that can hold the Europeans together, that can solve the centrifugal force problem. So I think if you take away the Americans and you don't have a serious Russian threat to Europe, აქაც საკმაოდ საინტერესო რამეს იძახის მერშეიმერი. ნუ ის იძახის რომ ევროპელები კარგად იაზრებენ რომ მათთვის რუსეთი არ წარმოადგენს საფრთხეს, ნუ იგულისხმება საზოგადოებები და არა პოლიტიკური ელიტები და თუ არ იქნება რუსული საფრთხის გამაერთიანებელი ფაქტორი, მაშინ და ამავდროულად აღარც იარსებებს შეერთებული შტატების უსაფრთხოების ხოლგა, მაშინ ეს მიზიდულობის ცენტრი ევროპაში ვერ შეიქმნება, ანუ რაღაცა მაგალითად ერთმა ან ორმა ქვეყანამ დაგეგმოს და განახორციელოს მთლიანად ევროკავშირის პოლიტიკები. ნუ რო გავაგრძელოთ ახლა მერშეიმერის არგუმენტები, ნუ ის ამბობს თავარი შინაარსი ის არის რომ ევროპაში ამერიკული უსაფრთხოების ხოლგის გარეშე და რუსეთის ასე კრიტიკული საფრთხის არარსებობის გარეშე გარდაუვალია შიდა კონფლიქტებიო. ნუ ესე რომ გავაგრძელოთ, ამის პასუხია ის, რასაც ჩვენ ხედავთ ბრიუსელისგან ბოლო რამდენიმე კვირეებია. ბრიუსელი ცდილობს რომ მოახდინოს ყოველგვარი შიდა კონფლიქტის პრევენცია ევროკავშირის მასშტაბით და გარკვეული ესეთი უთანხმოებები რაც არსებობს გარკვეულ წევრ ქვეყნებს შორის და გარკვეული ესეთი პოლიტიკური ნაღმები ყველა ეს აღმოფხრას მე გულისხმობ იმას რომ მაგალითად რუმინეთის შემთხვევა ჩვენ განვიხილეთ ერთ-ერთ გადაცემაში რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ მარინ ლე-პენის მიმართ წარმოებული სასამართლო პროცესი, ასევე ჩვენ ვნახეთ მოლდოვაში გაგაუზიის ლიდერის ევგენია გუცულის დაკავების მომენტი, ასევე ვნახეთ ბოსნიაში მილორად დოდიკის მიმართ წაყენებული ბრალდებები, ნუ რა თქმა უნდა, ხა ბოსნია და მოლდოვა არ შედის ევროკავშირში, თუმცა ეს ორი ქვეყანა მოიაზრება მაინც აი ბრიუსელის გავლენის სფეროთ. და ნუ ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის მხრიდან ცენტრალიზაციის პროცესს. ამასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესოდ საუბრობს პოლონელი ჟურნალისტი და ბრიუსელში ერთ-ერთი think tank-ის მკვლევარი არტურ ჩეჰანოვიჩი, რომელიც ესეთ კარგ დაკვირვებას გვთავაზობს ამ შემთხვევაში. Democracy is being steered using
the judiciary system. And there are several აქ ამბობს რომ ევროკავშირში უკვე დემოკრატია იმართება სამართლით და არა დემოკრატიული სხვა დემოკრატიული ინსტიტუტებით და ნუ ამ ინტერვიუში ის იძახის რომ ბრიუსელისთვის სამართალი გახდა სამართლებრივი ნორმები გახდა ინსტრუმენტი იმისათვის რომ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები გაატაროს. ნუ გულისხმობ აი სასამართლო დავებს ლეპენის მიმართ, ჯორჯესკუს მიმართ და ნუ სხვა ლიდერების მიმართ, რომლებიც არიან გარკვეულწილად უთანხმოებაში ამ შემთხვევაში ბრიუსელთან. We're witnessing now a building of a superstate, of the European superstate. The European Commission and some Germany and France are trying to transform the European Union into a superstate. It does so through competence creep and the economic governance. ნუ ჩეჰანოვიჩი იძახის რომ ჩვენ ხედავთ ევროკავშირის სუპრანაციონალურ სახელმწიფოდ გარდაქმნის ცდილობას, რაც გულისხმობს, რასაც მე ვიძახი, ეს ძალაუფლების კონცენტრაციას ბრიუსელში და ამის მთავარი მოთავეები ამ შემთხვევაში არის საფრანგეთი და გერმანია. So everyone who opposes the building of the superstate is being attacked by the European Commission, using all tools available, and those who accept the building of the superstate are the good ones. ნუ ის აგზელებს რომ ვინც ეწინააღმდეგება აი ამ სუპრანაციონალურ სუპერ სახელმწიფოს შექმნის მცდელობებს, ევროკავშირი იყენებს ყველანაირ საშუალებას მათ საწინააღმდეგოდ, ხოლო ვინც ამას არ ეწინააღმდეგება, ესენი არიან კარგი პოლიტიკოსები და ესეთი ევროკავშირის მომავალი. And just to remind our viewers who are perhaps who do not live in Europe or are not interested in the European politics, European Union is an international organization, like the International Olympic Committee. It's not like European Union is a customs union and a free trade area, and the European Commission is an institution which was created to facilitate the management of this. ჩეჰანოვიჩი ახსნის რომ ევროკავშირი ერთ-ერთი რიგითი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორც მაგალითად ოლიმპიური კომიტეტი და ეს ორგანიზაცია შეიქმნა იმისათვის, რომ ევროპაში ყოფილიყო საერთო საბაჟო სივრცე და თავისუფალი ვაჭრობის სივრცე და ხოლო ევროპული კომისია შეიქმნა იმიტომ, რომ აი ეს საერთო სავაჭრო სივრცე და საერთო საბაჟო სივრცე დაერეგულირებინა. Free market. So if you think about it, about the origins of the European Union, a free trade area, and what it is becoming now, well, you have to ask the question. და ნუ აქ სვავს კითხვას, რომ ეს ორგანიზაცია სხვა მიზნით შეიქმნა და დღეს ის ამ შინაარსს იცვლის და ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, რამდენად ემსახურება ეს ორგანიზაცია საკუთარი შექმნის მიზნებს. ნუ მთავარი ესეთი შეკითხვა აქ მდგომარეობს იმაში, რომ მაგალითად ევროკავშირი იყო ეკონომიკური კავშირი, ეს იყო მშვიდობის კავშირი, კეთილდღეობაზე ორიენტირებული კავშირი და დღეს ხედავთ აი ამ პრიორიტეტების რადიკალურ ცვლილებებს, რომ დღეს მთავარი პრიორიტეტი ხდება რემილიტარიზაცია, ხელახალი შეიარაღება, გარკვეული კეთილდღეობის ინსტიტუტების შესუსტება, სხვა ქვედა დონეზე დაწევა და ნუ ესეთი ფართო შეფასება რომ მივცეთ დღეს ხდება, ნუ გარდა იმისა, რომ ევროკავშირი ცდილობს სუპრანაციონალურ ორგანიზაციად გარდაქმნას, რაც წევრი ქვეყნებისთვის ამ შემთხვევაში მიუღებელია, დღეს ხდება რეალურად ევროკავშირის ნატოიზაცია. ანუ დღეს შეიძლება ტოლობის ნიშანიც კი დავსვათ ევროკავშირსა და ნატოს შორის, რაც აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავდება იმ შინაარსისაგან, რა შინაარსისთვისაც შეიქმნა ამ შემთხვევაში ევროპული გაერთიანება. მეორე თემა, როგორც გითხარით, ეს იქნება ირანის შესახებ თაობაზე დაწყებული ესეთი აგრესიული რიტორიკა დონალდ ტრამპის მხრიდან. მან საკმაოდ შეცვალა ესეთი მიმართულება ირანის პოლიტიკის, როდესაც ის
გახდა თავდაპირველად პრეზიდენტი, მან თქვა, რომ არანაირი ეს კონფლიქტის სურვილი არ აქვს ირანთან მიმართებაში და არ აპირებს კონფლიქტის ესკალაციას და არის მოწოდებული მშვიდობისთვის, თუმცა რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვიხილეთ მისი საკმაოდ მკაცრი და ხისტი განცხადება ირანის მიმართ, სადაც ის ამბობს, რომ თუ ირანი არ დათანხმდება მშვიდობას, მაშინ ძალიან ცუდი რამეები, ასეთ ზუსტად ამ სიტყვებით ამბობს, დაემართება მას. შეგვიძლია ვნახოთ ეს განცხადებაც შემთხვევაში. Iran is very high on my list of things to watch, and as you probably know, I sent them a letter just recently, and I said, you're going to have to make a decision one way or the other, and we're going to either have to talk it out, or very bad things are going to happen to Iran, and I don't want that to happen. And I don't say this through strength or weakness. My big preference is we work it out with Iran, but if we don't work it out, bad things are going to happen to Iran. რას თხოვს შეერთებული შტატები ირანს ამ შემთხვევაში? რამდენიმე თვეში ეწურება ვადა 2015 წელს დადებულ ბირთვულ შეთანხმებას და ირანს აღარ ექნება ვალდებულება, რომ მან არ გააკეთოს ამ შემთხვევაში ბირთვული იარაღი. ეს შეთანხმება მოგეხსენებათ, ახლა 2018 წელს თავად დონალდ ტრამპმა დატოვა და ცოტა კომიკურია ხა მისი მხრიდან ამ შეთანხმების დაცვის მოთხოვნა ირანის მიმართ, მაგრამ აქ მოთხოვნა არ არის მხოლოდ ბირთვული იარაღის შექმნის პრევენცია. არამედ შეერთებული შტატები კატეგორიულად თხოვს ირანს, რომ გააუქმოს საკუთარი ბალისტიკური პროგრამა და დრონების პროგრამა. ირანს აქვს საკმაოდ მაღალგანვითარებული ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც რამდენიმე 1000 კილომეტრზე შეუძლიათ საკუთარ სამიზნეს, ვთქვათ, მიზანში ამოიღონ გარკვეული სამხედრო ობიექტები, ასევე აქვს დრონების პროგრამა. ეს არის კრიტიკული შეიარაღება, რითაც ირანი ახდენს მასზე თავდასხმის პრევენციას. შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ შეერთებული შტატების პოლიტიკა, ეს არის ისრაელის შეერთებული შტატების ერთობლივი პოლიტიკა, იმიტომ რომ ირანი საფრთხეს არ უქმნის შეერთებულ შტატებს, ირანი საფრთხეს უქმნის ამ შემთხვევაში ისრაელს, ამიტომ ესეთი ისრაელის ხელისუფლების დაჟინებული მოთხოვნაა გარკვეულწილად ირანის მიმართ გაზრდილი წნეხი. რეალურად ირანს თხოვენ, რომ ის განიარაღდეს, ოღონდ არანაირი გარანტია იმისა, რომ შემდგომ ის იქნება დაცული, ამის გარანტიას არავინ არ აძლევს. ამიტომ ეს არის საკმაოდ ესეთი რაღაცა ცალმხრივი მოთხოვნა შეერთებული შტატების მხრიდან და დონალდ ტრამპმა წერილი გაუგზავნა აიათოლა ხამენეის, რომ შემდგომ 2 თვეში უნდა გადაწყდეს ეს მოლაპარაკებები. აიათოლა ხამენეის რამდენიმე გამოსვლა ვნახეთ, რომ ის კატეგორიულ უარზეა პირდაპირ მოლაპარაკებების შეერთებულ შტატებთან, გამომდინარე იქიდან, რომ შეერთებული შტატები აი ამ ულტიმატუმების ენით ესაუბრება თეირანს და რა თქმა უნდა, ხა თეირანი ამ შემთხვევაში ვერ დათმობს იმას, რაც უზრუნველყოფს მის სამხედრო სახელმწიფო უსაფრთხოებას. ამის საპასუხოდ გამოვიდა აიათოლა ხამენეის მრჩეველი, ძალიან ცნობილი პოლიტიკოსი ირანში და გავლენიანი პოლიტიკოსი ალი ლარიჯანი, რომელმაც განაცხადა, რომ თუ კი შეერთებული შტატები გადაწყვეტს სამხედრო ინტერვენციას ან რაღაც სამხედრო თავდასხმას ირანზე, მაშინ ირანი იძულებული გახდება, რომ ბირთვული იარაღი სამომავლოდ გააკეთოს. نخود اسکان خواهده بود. ما هم گفتیم فتوا هست، هم زیر نظر آژانس کار میکنیم و به سمت سلاح نمیریم. اما اگه شما در مسئله هسته‌ای ایران کار اشتباهی بکنید، ایران رو مجبور میکنید برن به سمت این امر، چون باید از خودش دفاع کنه. اما اگر وقتی رفتید به سمت بمباران توسط خودتون یا اسرائیل، ایران رو مجبور میکنید که جور دیگه تصمیم بگیره. اینم به نفعتون نیست. ანუ შეერთებული შტატების პოლიტიკა იძულებულს გახდის სამომავლოდ ირანს, რომ მან გააკეთოს ამ შემთხვევაში ბირთვული იარაღი, მაგრამ საინტერესო აქ არის კიდევ ერთი მოვლენა, რომელიც არგუმენტს აცლის ამ შემთხვევაში ვაშინგტონის მხარეს. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის სააგენტოს რეპორტი ყოველწლიური შეფასება შეერთებული შტატების უსაფრთხოების შესახებ, სადაც რა თქმა უნდა განხილულია გარკვეული
საფრთხის შემცველი ჯგუფები, შეერთებული შტატებისთვის საფრთხის შემცველი ქვეყნები, ჩინეთი, რუსეთი, ჩრდილო კორეა და ნახსენებია ბუნებრივია ირანის. და ირანის ნაწილში აქ წერია, რომ ირანი არ აწარმოებს ბირთვული იარაღის შექმნას. აქ ნახსენებია, რომ 2003 წელს, როდესაც ერაყის კონფლიქტი დაიწყო შეერთებულმა შტატებმა, მაშინ თეირანმა შეაჩერა მისი ბირთვული პროგრამა, აიათოლა ხამენეიმაც გამოსცა ეგრეთ წოდებული ფატვა, რომ ირანისთვის მიუღებელია მსგავსი იარაღის ქონა და ნახსენებია, რომ მის მერე ეს პროგრამა არ განახლებულა. შესაბამისად, არანაირი ბირთვული იარაღის შექმნის პროცესი ირანში არ მიმდინარეობს. მაგრამ პროცესები საკმაოდ ზარდი ესკალაციის მიმართულებით მიდის, ასევე ჩვენ ვნახეთ ინდოეთის ოკეანეში კუნძულ დიეგო გარსიაზე არსებულ ბრიტანულ-ამერიკულ ბაზაზე გაზრდილი შეიარაღება ამერიკის მხრიდან. იქ გადაისროლეს უკვე ჯამურად 6 ავიამოიერიშე, რომელსაც შეუძლია იმგვარი ბომბების და რაკეტების გადატანა, რომელსაც შეუძლია, ასე ვთქვათ, ბუნკერების, დიდი სამხედრო, სამრეწველო კომპლექსების აფეთქება და რომ განვიხილოთ, ასე ვთქვათ, რატომ შეიძლება გახდეს ირანი ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების სამიზნე. თუ ჩვენ შევხედავთ აზიის კონტინენტს, ირანი არის საკმაოდ სტრატეგიული მდებარეობის მქონე ქვეყანაა. პირველი ის, რომ რუსეთის გარდა ის არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სახმელეთო დერეფნით აკავშირებს შორეულ აზიას, ახლო აღმოსავლეთთან და შემდგომ ევროპასთან და ასე ვთქვათ, ის წარმოადგენს აზიური მატერიკის შემაკავშირებელ ქვეყანას, ხო? ჩვენ ხედავთ ბოლო წლებში ჩინეთ-რუსეთის დაახლოებას, ბრიქსის საშუალებით, მას ემატება ინდოეთიც და აი ამ თანამშრომლობის ესეთი სრულფასოვნებას ახდენს ირანი, იმიტომ რომ თლიანად ირანის მეშვეობით აზიურ სივრცეზე გარკვეულ უსაფრთხოებას და თანამშრომლობას ქმნიან ჩინეთი და ამ შემთხვევაში რუსეთი. არ დაგვაუწყდეს ისიც, რომ ჩინეთის აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი გადის ირანზე, ანუ ჰორიზონტალური მარშრუტი გადის აღმოსავლეთიდან დასავლეთით, ჩინური აი ამ გლობალური პროექტის და ასევე ირანზე იგეგმება უკვე ვერტიკალური მარშრუტის ჩრდილოეთიდან სამხრეთით საერთაშორისო სატრანზიტო კორიდორის შექმნა, რომელიც სანქტ-პეტერბურგიდან სპარსეთის ყურის პორტებს დააკავშირებს და შემდგომ ინდოეთიც არის მოაზრებული აი ამ მარშრუტში. ანუ ირანი არის სავაჭრო გეოპოლიტიკური კვანძი ამ შემთხვევაში და ამას დავამატოთ ისიც, რომ თუ კი ირანის სრულფასოვანი ესეთი ჩართვა მოხდა ამ აზიურ თანამშრომლობის სივრცეში, სამომავლოდ ეს გამოიწვევს იმას, რომ შეერთებული შტატები საკუთარი გავლენის სფეროდან დაკარგავს პაკისტანსაც და ინდოეთსაც, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ეს ჩამკეტი ფუნქცია აქვს ირანს აზიაში აი ამ ორი ქვეყნის მიმართულებით. ამიტომ თუ მაგალითად ირანი გახდა არასტაბილურობის, კონფლიქტების და ესეთი კრიზისების შემცველი ქვეყანა, ამითი შიშვრდება მთლიანად აი ეს ყველაზე სუსტი წერტილი ჩინეთ-რუსეთის გაერთიანების, გულისხმობ ცენტრალურ აზიას და ასევე პაკისტანის და ინდოეთიც იძულებული ხდება, რომ გარკვეული ესე ვთქვათ ანგარიში გაუწიოს შეერთებული შტატების ინტერესებს ამ მიმართულებით. მოკლედ რომ შევაფასოთ, დონალდ ტრამპმა განაახლა მისი ეგრეთ წოდებული მაქსიმალური წნეხის პოლიტიკა ირანის მიმართ, რომ ის მაქსიმალურად აიზულოს წავიდეს დათმობებზე. ჯერჯერობით ეს არის რიტორიკული წნეხი და ესეთი საპასუხოდ გავრცელდა კიდევაც ინფორმაციები, რომ ირანული მხარე თანახმაა შუამავლის მეშვეობით გარკვეულ მოლაპარაკებებზე შეერთებულ შტატებთან და ასე ვთქვათ ირანული
ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტები შეიძლება ამ შემთხვევაში არ არიან სუიციდალური მიმართულებების და გარკვეულწილად შეიძლება ესეთი ფარული მოლაპარაკებები ვიხილოთ შეერთებულ შტატებთან, რომელიც იქნება რაღაც ესეთი შეიძლება ზომიერი შედეგით დასრულდეს. ახლა ვირტუალურად წარმომიდგენია, რომ ახლა ბალისტიკურ რაკეტებზე უარი თქვას თეირანმა, მაგრამ აი ბირთვულ საკითხზე შეიძლება გარკვეული შეთანხმება მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში არათუ რეგიონული, არამედ გლობალური კონფლიქტი გარდაუვალია და რაც თავარია ირანთან კონფლიქტი საბოლოოდ გადაწურავს იმედებს რუსეთისთვისაც და ჩინეთისთვისაც, რომ შეერთებულ შტატებთან რაიმე სახის კოოპერაცია შესაძლებელია და თუნდაც უკრაინის მიმართულებით მშვიდობის დამყარება შეუძლებელი გახდება და ტაივანის მიმართულებითაც სიტუაცია უფრო ესკალირდება. ამიტომ ამ მიმართულებით ეს იქნება შეერთებული შტატების სტრატეგიული შეცდომა და ისიც უნდა დაგვაუწყდეს, რომ რუსულმა მხარემ რამდენიმე თვის წინ გააფორმა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ირანთან. ირანი არის ერთ-ერთი წამყვანი ნავთობმიმწოდებელი ჩინეთისთვის, მის ენერგეტიკის უმზრუნველყოფელია. ამ მიმართულებით 25 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს ირანს და ჩინეთს ენერგო სფეროში თანამშრომლობის. ამიტომ ირანის ერთი ხელის მოსმით დაკარგვა მისი აი ამ თანამშრომლობითი სივრციდან, აზიური თანამშრომლობის სივრციდან, არც ჩინეთისთვის იქნება მისაღები და არც რუსეთისთვის და ეს იქნება რეალურად უფრო დიდი და გლობალური კონფლიქტი, ვიდრე შეიძლება იყოს უკრაინის კონფლიქტი, რაც ბოლოს 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობს. და არც ის უნდა დაგვაუწყდეს, რომ ეს ყმადაღებული არგუმენტი, რომ ირანს შეუძლია მთლიანად სპარსეთის ყურის ენერგო რესურსების მიწოდება დასავლეთისთვის მთლიანად დაბლოკოს და არა მარტო დასავლეთისთვის, იმიტომ რომ მას აქვს კონტროლი როგორც ჰორმუზის სრუტეზე, ასევე იმის შესაძლებლობა, რომ სპარსეთის ყურის არაბული მონარქიების ნავთობსაბადოებზე მიიტანოს ამ შემთხვევაში იერიში. კონფლიქტის დაწყების ალბათობას გარკვეულწილად მაინც ამცირებს ის, რაც ხდება ამ შემთხვევაში იემენში. იემენში ორგანიზაცია ანსარ-ალამ აჩვენა, რომ ამერიკული გემები, ავიამზიდები არ არიან 100%-ით დაცულები თავდასხმებისგან. გულისხმობ ავიამზით ტრუმენზე შეტევებს ჰუსიტების მხრიდან, რომლებიც საკმაოდ ესეთი კრიტიკული აღმოჩნდა შეერთებული შტატებისთვის და მან მეორე ავიამზიდი დაამატა წყნარი ოკეანიდან მოხსნა და გადმოისროლა წითელი ზღვის ინდოეთის ოკეანის მიმართულებით, რაც აი წარმოვიდგინოთ თუ ირანთან კონფლიქტი დაიწყო, მაშინ რამდენიმე ავიამზიდის გადმოსროლა მოუწევს მაშინ შეერთებულ შტატებს ამ სცენაზე, რაც ამ შემთხვევაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სცენა მთლიანად მოშიშვლებული რჩება და ჩინეთს მარტივად შეიძლება ტაივანის საკითხი სამომავლოდ იოლად გადაჭრას. დღეისათვის სულ ეს იყო. მე კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ დალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი და მონიშნოთ ზარის ღილაკი. დროებით.